ახალგაზრდა უფლებათა დამცველთა ასოციაცია. მე მინდა გავაკეთო განცხადება იმის თაობაზე, რომ დღესდღეობით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს უკანონო გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც დღესდღეობით მუშაობენ კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს დელტას დაქვემდებარებაში. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს რეალობაა, როდესაც 19 ივნისს აქცია გამართეს მუშებმა, იქ მომუშავე მუშებმა კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა ისე მოხდა, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლეს, ყოვლად აიძულეს უბრალოდ, რომ განცხადებები დაეწერათ, ვითომ და ისინი თავისი ნებასრულით ტოვებდნენ შესაბამის უწყებას. ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი. პირადად ჩვენ ახალგაზრდა უფლებათა დამცველები მიმართავთ ბატონ ირაკლი ალასანიას დაინტერესდეს კონკრეტული პრობლემით და კონკრეტულ პრობლემაზე იზრუნოს, რომ აღნიშნული პირები, რომლებსაც დააწერიეს განცხადებად, არათუ ისინი გაათავისუფლონ, არამედ ვინც აიძულა და ვინც დააწერინა, სწორედ ისინი უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან ვინაიდან და რადგანაც მათ უკანონო ქმედება ჩაიდინეს. ასევე ჩვენ რაც თავარია ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ის უფროსები, რომლებიც კონკრეტულად ახდენენ ზეწოლას, ესენი არიან, როდესაც მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კონკრეტულად ეს პიროვნებები არიან დავით ბერიშვილი, შენგელია ზაზა, ნიკა ბერიძე, ზაზა ფირცხელიანი. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც 30 სექტემბერს წაიყვანეს დაახლოებით 1000 კაცამდე სატრანსპორტო საშუალებებით და ჩაკეტეს ეს ადამიანები და აიძულებდნენ, რომ კონკრეტულად შემოეხაზას 5 ნომერი და ხმა მიეცათ ნაციონალური მოძრაობისთვის. სწორედ ეს ადამიანები ჩემიან ისევ და ისე თანამდებობაზე და ისეთ ადამიანებს უშვებენ სამსახურებიდან, რომელიც არანაირი პოლიტიკური კონიუნქტურის დაშელება რომ გამოარჩიოთ, ვინაიდან რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ეს ადამიანები და ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ჩვენ დავწერეთ განცხადება მათი მომართვის საფუძველზე და შევიტანთ პროკურატურაში ბატონ კბილაშვილის სახელზე და ჩვენ ვალდებულებთ და ვთხოვთ, რომ დაინტერესდეს კონკრეტული უწყები. ჩვენ იმიტომ მიმართვათ პროკურატურას, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს საქმე არის სამხედრო პოლიციაში, მაგრამ სამწუხაროდ სამხედრო პოლიცია არ რეაგირებს ამ თემით და არ ახდენს აპელირებას კონკრეტულ თემაზე და ამიტომ პროკურატურას მიმართავ და პროკურატურა ჩაერთობა აღნიშნული ფაქტით და იმედია, რომ გამოძიება მოხდება აღნიშნული ფაქტით, თუ ვინ აიძულა 20 სექტემბერს და ჩვენ ფაქტები გვაქვს, ჩვენ ხელმოწერებიც, მათი ხელმოწერები დადასტურებული, რომლებიც კონკრეტულად იძულებით ყავდათ გადაადგილებული 30 სექტემბერს, რა თქმა უნდა ეს ცირია, თუმცა ჩვენ დასტურათ, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან მუშაობდა მათი ინფორმაციიდან გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენ დასტურდება ჩვენი განცხადებით. ამიტომ აუცილებელია, რომ ბატონმა ირაკლი ალასანიამ კონკრეტულ საკითხზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები აღმოჩნდებიან გარეთ უკმაპუროთ და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა პირდაპირ დაეკისრება თავდაცვის სამინისტროს. დღესდღეობით როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 20-ზე მეტი თანამშრომელია გაძევებული, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ პროტესტი გამოხატეს და 19 ივნისს დააფიქსირეს თავისი პოზიცია. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომ ადამიანებს ისევ ანალოგიური ქმედებით ისევ ხდება გათავისუფლება, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ისევ ის ადამიანები ახდენენ გათავისუფლებას და ტერორს და ზეწოლს, რომელიც ეს 30 სექტემბერს აღნიშნული მთავარი პირობები, ესენი არიან ისევ და ისევ ხელმძღვანელები. ამიტომ სასწრაფო წესით უნდა მოიხსნას ეს ადამიანები ხელმძღვანელობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში ნეგატივი გაჩნდება და მით უმეტეს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც იქ ადგილზე მუშაობენ. ვინაიდან რადგან ეს ამ ადამიანებს სხვა გამოცდილება არ აქვს, ახალიას უწყებაში სხვა რა გამოცდილება უნდა ქონდეს გარდა ძალადობისა და სხვა ანალოგიური ქმედებებისა. ამიტომ კონკრეტულად უნდა დაინტერესდეს ეს იქნება სამხედრო პოლიციამ, მაგრამ მე ვთხოვ პირადად, რომ ირაკლი ალასანიას რომ დაინტერესდეს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სამწუხარო თუ ვის არ დაინტერესდება რეაგირებას არ მოახდენს, დაახლოებით 2000 კაცი ისევ ანალოგიურად აღმოჩნდება უკმაპუროთ და რაც ყოლა დაუშვებელია. აი, მაგას გეტყვით. მარტო მე
მოგესალმებით. იაგო წიტაიშვილი, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია. ამ შემთხვევაში ჩვენს საქმე შეიძლება გქონდეს ზუსტადაც სისხლის სამართლის კოდექსის 169 მუხლის დარღვევასთან. სისხლის სამართლის 169 მუხლი ასე იშიფრება. პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. იზრდება ჯარიმით თან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადიდან 3 წლამდე ან უამისოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედებები, რაც განხორციელდა ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული პირების მიმართ, შესაძლოა სხვანაირად ვერ შეფასდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ხდება ამ ადამიანების როგორც სიტყვიერი გაფრთხილება, რომ მათ თვითონ დაწერონ განცხადება თავისი ნებით სამსახურიდან წასვლის შესახებ, ასევე წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მათთვის სამუშაოსთვის დამამცირებელი გარემოების შექმნა. მაგალითისთვის ერთი ისტორია ასეთი, რომ ადამიანი, რომელმაც უარი განაცხადა განცხადების დაწერაზე, ხელმძღვანელობის მას შემდეგ რაც მან უარი თქვა, ის თავისი კონკრეტულად რაც მისი უფლებამოსილებაში შედიოდა მოვალეობაში ჩამოაცილეს იმ სამსახურს და გადაიყვანეს ნაგვის გამტანად. დაახლოებით ესეთი ვითარება იყო მასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში რა არის ეს, თუ არა ირიბი ზეწოლა ადამიანის მიმართ, რომ მან თავისი ნებით დაწეროს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანის უფლებებს იცავს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობა და შრომის კოდექსი, რომელიც ამბობს, რომლის ახალი მსურმალე იქნება ახალი რედაქცია, რომ დაუშვებელი არის ადამიანების გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა გამატების გარეშე და უნდა იყოს რაღაცა მიზეზი, რომ გაათავისუფლოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ამ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც, ეხლაც არიან თანამდებობაზე და ბოროტად სარგებლობენ თავიანთი უფლებამოსილებებით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუშები, რომლებიც მუშაობდნენ ზეგანაკვეთურად, უმრავლესობას არ მიუღია შესაბამისი ანაზღაურება და მათ ამის შესახებ გაიგეს შემთხვევით ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს მას შემდეგ რაც მათთან ჰქონდა ჩვენ გასაუბრება. ფაქტიურად ისინი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ 12 საათის განმავლობაში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ 8 საათი არის ჩვეულებრივი სამუშაო დრო და შემდეგი ყველანაირი საათი იფრთხილება ზეგანაკვეთურად და რაც ითვალისწინებს თავის თავში დამატებით ანაზღაურებას. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ უახლოეს მომავალში ამ ხელმოწერებთან ერთად პროკურატურის ბატონი არჩიკბილაშვილი, პროკურორის ბატონი არჩიკბილაშვილის სახელზე შევა ეს განცხადება, სადაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს აღნიშნული ზეწოლის ფაქტი, თუ ვინმე არის დაუმსახურებლად გათავისუფლებული, დაუყოვნებლივ აღდგეს სამსახურში, რადგან 21 საუკუნეში თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენ გვინდა მივახციოთ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს იყოს წარმატებული, ესეთი შემთხვევები, რაგინდა ერთეული შემთხვევებიც კი არ უნდა ხდებოდეს. ყველა არის ადამიანი, ყველას აქვს უფლება და ერთი ადამიანის უფლების დარღვევა უნდა ითვლებოდეს ყველა ადამიანის უფლების დარღვევად. ეს მინდოდა მე ეთქვა. დღეს